მოგეხსენებათ, მოროკოელების ესპანეთის სეუტაში შეჭრა ყველას გახსოვთ. დიახ, ეს კადრები, ეს გიჟური კადრები, ათასობით ახალგაზრდა მამაკაცის, რომლებიც საზღურებს არღვევენ და ფაქტობრივად საზღურებს ანგრევენ. ეხლა პოლიციამ გადაწყვიტა, რომ რეაგირება მოახდინოს, რაც კარგია, გარდა იმისა, რომ რეაგირების და ამ სიგიჟეებთან გამკლავების ნაცვლად. ძალიან ხმაურიანად, ამ გიჟურ ადამიანებთან გამკლავების ნაცვლად, ისინი სინამდვილეში ცდილობენ შეაჩერონ სეუტას მოსახლეობა, რომლებიც უკანონო მიგრანტების შემოჭრას აპროტესტებენ. დიახ, სწორად გაიგეთ, რაც თქვენ. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მათი პასუხისმგებლობაა შეაჩერონ სეუტას მოსახლეობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ სურათში რაღაც არასწორია და ამის თმას აპირებენ. იმიტომ რომ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დემოკრატიაში. შესაძლებლობა თავისუფლად ისაუბრო შენი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს გაანადგუროს შენი ცხოვრება პირდაპირ მნიშვნელობით, როცა შემოჭრას უშვებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დღევანდელ ეპოქაში. მე ერიკა ვარ, ეს არის The Pushback. ეს საინტერესო იქნება. ასე რომ არ გადიკულტებათ, რომ ადამიანები, რომლებიც სეუტაში ცხოვრობენ, ხო ასეა. პატარა ანკლავი მაროკოს გვერდით, რომელიც ესპანელების საკუთრებაა, ან კოლონიზებულია, იმის მიხედვით როგორ შეხედავთ, ისინი მართლაც ძალიან დაღლილები არიან იმით, რომ მათი ქალაქი ნამდვილი ნიხვის ორმოს გავს. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით, ნახეთ თუ არა როგორ გამოიყურება სეუტა მას შემდეგ, რაც ამ მიგრანტებმა, ან თუ გნებავთ შემოჭრილებმა, უბრალოდ შემოვიდნენ და დაანგრიეს და დააბინძურეს ქალაქი. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ მშვენიერი სანახავია. ეს ის სურათია, რომის მიღებასაც ნამდვილად იმედოვნებ, რომ შენი ქალაქი უბრალოდ მიიღებს, ნორმად აქცევს და არ გააპროტესტებს. რადგან რა არის ამაში ცუდი? აქ არაფერია საძაგელი. სანახავი არაფერია. ეს უბრალოდ შესანიშნავი სისუფთავეა. ეს ნორმალურია ქალაქისთვის, რომელსაც ადრე ასეთი პრობლემა არ ჰქონდა. ქუჩები უბრალოდ გადავსებულია და აშკარაა, რომ ეს უკვე ძველი კადრებია, რამდენიმე კვირის წინანდელი. მაგრამ ნახეთ რა დაემართა ზღვას სანაპიროს. ქალაქი, რომელიც ლამაზი სანაპიროთი უნდა გამოირჩეოდეს, უბრალოდ პირდაპირ დააბინძურეს. და კიდევ გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგი ადამიანი ამით უკმაყოფილოა. ამ კადრებში ხედავთ არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აპროტესტებენ და დრან არ სურთ რომ გააძევონ და რაც შეამჩნევთ არის ის, რომ გაჩერდი. თქვენ რეალურად არ ხედავთ დიდ რაოდენობას პოლიციელების ამ პროტესტზე, ხო ასე? ანუ სად არიან პოლიციელები? როგორც ჩანს, ისინი დაკავებულები არიან. ისინი დაკავებულები არიან სხვაგი არიან, სხვა ადგილას. კარგი, მოდი გავარკვიოთ, სად არიან ისინი? ისინი აქ არიან. ესპანელებს. ძალიან მარტივად, ეს არის ვიშეგრად 24-დან. ესპანეთის პოლიცია დღეს, საღამოს, სოლერში ბრბოზე ცეცხლს ხსნის. ისინი რეზინის ტყუებს ისვრიან. არა, ამ ბრბოზე, არამედ ამ ბრბოზე სოლერის მოსახლეობაზე, რომლებსაც უკვე მუბეზდათ ყველაფერი. და თუ გაინტერესებთ, რა სკანდირებენ ისინი ამბობენ, ეს ჩვენი სანაპიროა, რადგან გაგიკვირდებათ, როცა ამას გაიგებთ. სინამდვილეში ეს სოლერის მოსახლეობის სანაპიროა. და არა, ეს ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მობეზდათ მაროკო, ან მაროკონ გამოგზავნა ისინი. და ამიტომ აქ არიან, რომ ყველაფერი ჩაიგდონ ხელში. მართლა, მეგობრებო, ეს უბრალოდ სიგიჟეა. სიგიჟეა, რომ ესპანეთის პოლიცია გადაწყვეტს ტყუების გამოყენებას. მოусმინე. ხო ასეა, რეზინის ტყუები. ისინი სინამდვილეში არ ცდილობენ ვინმე მოკლან. უბრალოდ სურთ სოლერის მოსახლეობა შეაჩერონ, რომ თქვან, ეს ჩვენი სანაპიროა. აი, ვის წინააღმდეგაც მოქმედებენ ისინი. და სიმართლე რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ეს კარგად გამოსდით, რადგან სოლერის მოსახლეობა უბრალოდ არ უსმენს ამას. ისინი არ ნებდებიან. ისინი არ ნებდებიან და არც უნდა დანებდნენ. იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ მთავრობამ ისინი იმედი გაუცრუა, არ ნიშნავს არანაირ ფორმაში ან გარემოებაში, რომ მათ უნდა შეეგუონ ახალ რეალობას. მოდით ნახოთ როგორ რეაგირებენ ისინი. მაგრამ ჯერ მოკლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. კანის მოვლის კომპანიებს უყვართ დიდი დაპირებების მიცემა, რომლებსაც ვერ ასრულებენ. მაგრამ რადგან შენ შეამჩნიე ჩემი კანი, კი, მე გხედავ კომენტარებში. როგორ ფიქრობ, რომ მე 10 წლის ვარ?
ვიფიქრე, მოგიყვებოდი იმ კომპანიაზე, რომელიც ძალიან მიყვარს OneSkin-ზე, რომელიც ჩვეულებრივი კანის მოვლის ბიზნესი არ არის. იცი, მათ არასდროს ჰქონიათ მიზნად კანის მოვლის კომპანია გამხდარიყვნენ. 4 დოქტორის ხარისხის მქონე სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვლევრის მიერ დაარსებული, ისინი ერთ რამეზე ამახვილებენ ყურადღებას: კანის დაბერებაზე. სწრაფი და ზედაპირული გამოსწორებები არასდროს ყოფილა მათი მიზანი. და როცა ამ ცვლილებას ერთხელ-მაინც გამოცდი, უკან აღარ ბრუნდები. უნდა გაგაფრთხილო. თითქმის ყველა დავარწმუნე, ვინც კი ვიცნობ, რომ დაეწყოთ მისი გამოყენება. და შენს დაგარწმუნებ. ანუ 10,000 ხუთვარსკვლავიანი შეფასებაც საკმაოდ სერიოზული არგუმენტია. 10 წელზე მეტი ხნის სიცოცხლის ხანგრძლივობის კვლევის შედეგად შექმნილი OneSkin გეხმარებათ, რომ ახლა და ასაკთან ერთად ყველაზე ჯანმრთელი კანი გქონდეთ. ასე რომ შეზღუდული დროით სცადეთ OneSkin. 15%-იანი ფასდაკლებით გამოიყენეთ კოდი MEIRA. მისამართზე oneskin.co ზავანა oneskin.co ზავანა MEIRA. ეს არის 15%-იანი ფასდაკლება. მისამართზე oneskin.co კოდით MEIRA. MEIRA MEIRA. და როცა შეიძენთ, კითხავენ, საიდან გაიგეთ მათ შესახებ. ასე რომ გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს შოუს და უხარით, რომ ჩვენ გამოგიგზავნეთ. გმადლობთ ყველა ჩვენს სპონსორს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღე მხარს უჭერს ჩვენს შოუს. ძალიან გაფასებთ. მაგრამ დაუბრუნდეთ იმას, რაც სოვეტოში ხდება, რადგან როგორც თქვი, ის ფაქტი, რომ პოლიცია მათ ესვრის და არა უკანონო მიგრანტებს, ყველაფერს გვეუბნება, რაც უნდა ვიცოდებ, მაგრამ ხალხი არ ნებდება. საოცარია. სიყვარული. ისინი ყველანი იქ არიან თავიანთი ესპანეთის დროშებით და ყველა ბედნიერად გამოიყურება. ეს უბრალოდ დამხობლების წინააღმდეგა. და გულწრფელად რომ თქვა, მგონი არასდროს გვინახავს უფრო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ჰგავს არალეგალური მიგრაცია შემოჭრას. ასე რომ ვიდეოს კიდევ ერთხელ ნახავთ წუთში. მაგრამ ამ ხალხს უბრალოდ მობეზრდა ეს შემოჭრილები. ჩვენ გვინდა შეგვეძლოს ვიაროთ როგორც ქალებმა ისე კაცებმა და არ გვეშინოდეს ჩვენი ქალაქისთვის და არ გქონდეს ჩვენი ქალაქი პირდაპირ მნიშვნელობით განადგურებული. Vamos! ხედავ, მე პირადად ძალიან მომწონს, როცა ადამიანები ამაყობენ თავიანთი ქვეყანით, მშობლიური ქალაქით, ან იმ ადგილით, საიდანაც არიან. ეს რაღაცაა, რაც ჩვენ დავკარგეთ. ასე ბევრი ქვეყანა უბრალოდ რცხვენია იმისა, ვინც არიან. თითქოს არა, ჩვენ მრავალკულტურული ვართ. მე კი ვფიქრობ, არა, იარეთ თქვენი დროშით. იამაყეთ. იბრძოლეთ იმისთვის, რაც შეიძლება დაკარგოთ. იბრძოლეთ ამისთვის. და ისინი მართლაც იბრძვიან ამისთვის, ანუ ისინი რეალურად იბრძვიან. ეხლა ისინი სანაპიროებზე ცდილობენ დაანგრიონ ამ ჩრდილოეთ აფრიკელი მუსლიმი დამპყრობლის ქოხე. Vamos, მაგრამ სანაპირო უბრალოდ ისეთი ბინძური და უსიამოვნოა. ნახეთ, ყველაფერი განადგურებულია. მე არ მესმის ეს. დომიცილიო მარვეგო. აგეცა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იქ არიან კარგი პოლიციელები, რომლებიც აჩერებენ შემოჭრილებს და აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და ეს ამის კარგი მაგალითია. პირველ خويا والمغرب Sácame la ropa. Samo Tira piedra. Samo. მაგალითად ეს ბიჭები შემოვლენ. ისინი ძალიან თავხედები არიან. აი კიდევ კადრები, სადაც ხალხი აპროტესტებს, ეს ბევრია. Speaker of Talamat შეიძლება ითქვას, რომ სოტას ხალხმაც იგრძნო ის, რაც ჩვენ ვიგრძენით ამ კადრების ნახვისას. რაც იყო? არ არის კარგი. რაღაც აქ უბრალოდ არ არის კარგი, მეგობრებო. და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ნათელი მაგალითია იმისა, რასაც ისინი ფიქრობენ. არის ვინმე ესპანურად მოსაუბრო, ვინც აგვიხსნის, რას ამბობენ. ეს ძალიან ბევრი ადამიანია. ანუ თქვენ საუბრობთ ბევრ ადამიანზე, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არ არის ნორმალური. და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, რა განადგურება მოხდა ამ ადამიანების მოსვლას. შეხედეთ, რა საშიშია ეს. და ქალები, რომლებიც მოდიოდნენ. ანუ ეს ლიბერალი ქალი ძალიან მაღიზიანებს. ეს იქნება ის ვიდეო, რომელიც უბრალოდ რა სიტყვა?
თვითსამყოფელი ემპათია ლიბერალი ქალი, რომელიც მიგრანტების შემოსვლას ზეიმობს, სამუდამოდ დაამახსოვრდება ყველას. ეს არის მომენტი, რომელიც სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში და ვფიქრობ სოციალური მედიის ისტორიაშიც. მაგრამ შეხედეთ ამ ქალებს, რომლებიც აქ არიან და ამბობენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ, რომ ეს საშიშია, რომ ეს პრობლემურია, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. მოусმინეთ ამ ქალს. ჩვენ სახლებში ვართ ჩაკეტილები, სუპერმარკეტები. ის აქ არის. მათ შემოგვესივნენ. ჩვენ სახლებში ვართ ჩაკეტილები, სუპერმარკეტები გაძარცულია. შეშინებული ქალი. სამოქალაქო გვარდია ვეღარ აუდის. სასტრაფოდ გჭირდება დახმარება, მართლა. ეს აღმაშფოთებელია. მე გარშემორტყმული ვარ, მეშინია. როგორ არ უნდა მეშინოდეს? ტირილიც კი მინდა. არ შეიძლება. არ შეიძლება. მართლა არ შეგვიძლია. დახმარება გჭირდება. დაიმახსოვრეთ, არსებობს ასეთი ყალბი ნარატივი. თითქოს უნდა ვიზრუნოთ უდანაშაულო ღარიბ მიგრანტებზე, რომლებიც ძალიან იტანჯებიან და ებრძვიან ცხოვრებას. და თითქოს უფრო მეტად უნდა იზრუნოთ თქვენს ქალებზე. უფრო მეტად იზრუნეთ თქვენს ბავშვებზე. მორჩა. აირჩიეთ ვისზე ზრუნავთ. ეს ანიშნავს, რომ საერთოდ არ ზრუნავთ მიგრანტებზე და ამ ახალგაზრდა მამაკაცებზე, რომლებიც მაროკოდან შემოვიდნენ და სრულიად ჯანმრთელები და კარგ მდგომარეობაში არიან. ისინი არ არიან ის მაგალითი, რომელსაც ცდილობენ აგვიხსნან, რომ მიგრაციის აზრი ესაა. ხომ ასეა? უბრალოდ მიიღეთ ეს უდანაშაულო ბავშვები. სწორია. ეს ბავშვები უდანაშაულოები არიან და არ უნდა დაექვემდებარონ იმას, რაც ხდება. მაგრამ კითხვა ასეთია: მზად ხართ გადაიხადოთ ის ფასი, რომ თქვენი შვილები ან თქვენი ქალები ამ ყველაფერს დაექვემდებარონ? ეს არის კითხვა, რომელსაც მოგვიტოვს პასუხის გაცემა. სარა და მგონია, რომ ჩემი პასუხი საკმაოდ ნათელია. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე. გო.